ვაკეთოთ ესეთი საინტერესო ნეირო ალგორითმი. გამოვიყენებ ფინანსური წარმატების აფირმაციების დასტას და გამოვიყენებ ტაროს დასტას, რაც ამოგვივა დღეს დავხატავთ იმის მიხედვით ალგორითმს და ამოვიდა მე მზად ვარ წარმატების მისაღებად და მის აღწევად. ჩვენიერი აფირმაცია დღევანდელი დღისთვის და მოდით ვნახოთ რა ამოვა ტაროში დღის არკანის სახით და გამოვიყენოთ დღის არკანი. სიყვარული. მეექვსე არკანი. ამოგვივიდა მეექვსე არკანი, ეს არის არა მხოლოდ დიდი სიყვარულის მაჩვენებელი არკანი, პირველ რიგში მეექვსე ენერგია, ეს არის არჩევანი. ადამიანი ყოფყანობს რაღაც არჩევანის წინაშე დგას, გადასაწყვეტი აქვს მნიშვნელოვანი საკითხი. თუმცა ბევრისთვის ეს იქნება სწორედ რომ სიყვარულის დღე, შეიძლება დღე გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, იცადეთ რომ ეს დღე ნამდვილად ასე გატარდეს და ჩატარდეს და ჩაიაროს ესე მშვენიერად სიყვარულში, ჰარმონიაში, ბედნიერებაში. აქ იცით როგორი რჩევა შეიძლება იყოს ტაროსგან. ეცადეთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება სიყვარულის სასარგებლოდ. ეს შესაძლოა არ იყოს მხოლოდ ურთიერთობაზე. შეიძლება იყოს უბრალოდ ადამიანურ სიყვარულზე, ერთმანეთის პატივისცემაზე. ნებისმიერ ურთიერთობაში მეგობართან იქნება ეს, ბიზნეს პარტნიორთან იქნება ეს, კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან, თუ დაყვარელ ადამიანთან შეეცადეთ რომ დღევანდელ დღეს გადაწყვეტილება, რომელიც გაქვთ მისაღები, იყოს სიყვარულზე დაყრდნობილი. დავხატავ ნეირო ალგორითმს, სადაც გამოვიყენებ მეექვსე არკანის გლიფებს და მეექვსე არკანი იქნება ჩემი დღევანდელი ალგორითმის ინსპირაცია. პირველ რიგში ფურცლის უკანა მხარეს ვაკეთებთ აქტივაციას, თემის აქტივაციას. ეს ნეირო ალგორითმების ხატვის პროცესში არის მნიშვნელოვანი ამბავი და აქ რადგანაც ეს არის მეექვსე არკანი, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვა სიყვარული თემის ამბავში, რა თემა ავიღოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვა არჩევანი. თქვენზეა დამოკიდებული. და ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში რა თემასაც აიღებთ, ყველა თემა უნდა დაიყვანოთ ერთ სიტყვამდე. თემის სათაური ერთ სიტყვამდე უნდა დაიყვანოთ. ეს მნიშვნელოვანია და შემდეგ 2 წუთის მანძილზე წერთ 20-22 სიტყვას, როგორც დადებიც, ისე უარყოფით და აქ კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ცუდი სიტყვებით, უარყოფითი, არავინ არ გიყურებთ. თქვენ თავთან მარტო მუშაობთ ამ შემთხვევაში და გამოიღეთ თქვენგან ყველაფერი უარყოფითი, რაც შეიძლება იყოს, რაც გაგახსენდებათ ამ სიტყვაზე, მთავარ ცენტრალურ სიტყვაზე, ხო, რასაც ჩაწერთ აქ. რაც გაგახსენდებათ, რაც გაწვალებთ, რაც ცუდი დამოკიდებულება არის, თუნდაც ვიღაც გახსენდება, ხო, ვიღაცამ გაწყენინა, ვიღაცამ სიყვარული არ მოგცა, ვიღაცამ დაგაკლო, ვიღაცამ ყურადღება არ მოგაქცია, ვიღაცა არ იყო შენს მიმართ სამართლიანი, ეს ყველაფერი ჩაწერეთ აქ და გამოიტანეთ თქვენგან. სიყვარულზე თუ იქნება, თუ გააკეთებთ სიყვარულს, დაწერეთ აუცილებლად წინა გამოცდილებებში, თუ კი გქონდათ რაღაცა, ანუ ეს ბლოკები, ყველაფერი მოხსენთ, გამოიტანეთ და დადეთ აქ და მერე ჩვენ უკვე ხათვას რო დავიწყებთ, ხო, ჩვენი ქონება ამის დამუშავებას დაიწყებს, რაც გვექნება აქ გამოტანილი 2 წუთის მანძილზე. ეს ერთგვარი გონებრივი იერიშია, რომელიც ნეირო ალგორითმის ხატვამდე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. საკუთარი თავის სიყვარულზე მინდა გავაკეთო ეხლა ნეირო ალგორითმი.
ნახეთ წინა გამოცდილებები თუ კი თქვენ პარტნიორულ ურთიერთობაზე გააკეთებთ ამ ალგორითმს ხო და წინა გამოცდილებები გაგახსენდებათ, არ ჩათვალოთ ეს შეცდომად, ჩათვალეთ ეს გაკვეთილად, ეს უნდა გაგელოთ. ყველა იმ პარტნიორმა, რომელთანაც გქონდათ ურთიერთობა, მოგცათ გარკვეული მინიშნება, სინათლე, მიგინათათ რაღაცაზე. ეხლანდელი პარტნიორებიც იგივეს აკეთებენ. ჩვენ რაღაცას გვაჩვენებენ, რაც არის გასასწორებელი ჩვენში. ხო? არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეცდომას უშვებთ. არანაირად არ ჩათვალოთ, რომ ეს არის შეცდომა, ეს არის გასავლელი გზა. უბრალოდ გაკვეთილებია, ჩვენ ვიზრდებით ამ პროცესში, რაღაცებს ვიგებთ, ეს ნამდვილად ასეა. რაღაცას ვიგებთ, რაღაცას ვამუშავებთ და უფრო მეტი სუფრებას ვაძლევთ საკუთარ თავს, უფრო მეტი გახსნილობის, უფრო მეტი სიყვარულის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიგეთოთ და არც არანაირი ასაკი არ არსებობს სიყვარულისთვის. გადავდივართ ხატვის პროცესზე. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ვერსია შექმნათ, შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში ეს არგანი, მეექვსე არგანი, შეყვარებულები ქვია და კარგად დააკვირდით მას, მის კლიპებს, შემდეგ უკვე დაიწყეთ ხატვა. ბევრი თქვენგანი ალბათ გაითვალისწინებს თავის ცოდნას, თუნდაც ბიბლიურს, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ბიბლიური სიუჟეტია გამოსახული. ადამი და ევა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აქ ვაშლიც არის, გველიც და ასე შემდეგ. ბიბლიური სიყვარულის ისტორია, თუმცა უამრავი ინტერპრეტაცია არსებობს ამ ისტორიისაც ადამი და ევას სამოთხიდან გამოძევების თაობაზე და ყველას თქვენი გექნებათ ვერსია, ყველას თქვენი შეხედულება და ისიც მინდა ვთქვა, რომ არ არის აუცილებელი, რომ გააკეთოთ ალგორითმი მაინდა-მაინც, აი თქვათ, ტაროს მიხედვით გააკეთეთ სიყვარულზე, იყოს დაყრდნობილი მთავარია სიყვარულზე. თუ ვინმესთვის არჩევანი უფრო მნიშვნელოვანია, მეექვსე ენერგიის მიხედვით არჩევანიც შეგიძლიათ გააკეთოთ და არჩევანი სიყვარულის მხარეს. ვინც ჩემთან ერთად აკეთებთ ხოლმე ალგორითმებს, ვინც ხართ ჩემთან ტელეგრამ არხზე, გექნებათ ნანახი სავარაუდოდ ჩემი ვიდეო, სადაც ვაკეთებთ ხეზე ალგორითმს. ისაც არ გაქვთ ნანახი ეს ვიდეო, შეგიძლიათ მოიძიოთ. მივამაგრებ კიდევაც შევეცდები ბმული, რომ მივამაგრო კომენტარებში. და ის სწორედ ამ ალგორითმს გამოვიყენებ აქ ამ დღევანდელ ნამუშევარში. ხე როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, ხე როგორც ზრდის სიმბოლო, თვითონ კონკრეტულად აი ამ ალგორითმს, სადაც ხეს ვხატავთ, ხო? ვიყენებთ ზრდაზე, ჩვენი მიზნების განხორციელებაზე, სურვილების ასრულებაზე, რას გვინდა რომ მივაღწიოთ, რა გვინდა რომ გქონდეთ ამაზე, ხო? და ამ შემთხვევაშიც ამ ალგორითმს მოვიშველიებ, აქ ჩავრთავ, იმიტომ რომ აქ სურათზე გვაქვს ხეც და შეგვიძლია თავისუფლად რომ გამოვიყენოთ ხე როგორც ნაყოფიერების და ზრდის სიმბოლო ჩვენი სიყვარულის და აი იქ რატო ვამახვილებ ყურადღებას რომ ეს ალგორითმი ნახოთ, იმიტომ რომ იქ ჩადებული არის სხვადასხვა სიმბოლოები, როგორი ხატება ეს ნახეთ. თუ ჯერ არ გაქვთ ნანახი ან დაგავიწყდათ ან რაღაცა, ჯერ გადახედეთ იმ ვიდეოს და მერე გამოიყენეთ ეს თქვენს ნამუშევარში, თუ კი დააპირებთ, რომ ხეც ჩართოთ როგორც სიმბოლო. აი ეს ქვედა ნაწილები, რასაც ახლა აქ ხედავთ თქვენ, ეს არის რას ეყრდნობა ამ ჩემში, რას ეყრდნობა სიყვარული, რომელიც ღვივდება და იზრდება და რომელსაც ვავითარებ და რაზე დგას ჩემი სიყვარული, ხო, თქვა ჩემი შინაგანი სიყვარული. ამ შემთხვევაში მე დავწერე ჩემთვის შეიძლება
ჩემთვის დაშვებულია, მე შემიძლია და მე არ ვუშვებ შეცდომას ყველა ჩემი გადაწყვეტილება და არჩევანი არის სწორი. შეგიძლიათ დაამატოთ კიდე, თქვათ, წრები, პატარ-პატარა დახატოთ წრები და ბევრი რაღაცა ჩადოთ შიგნით. და ეს არის ფესვები, ჩვენი აქედან ამოდის მე დანარჩენი ყველაფერი. ეს შეიძლება იყოს პარტნიორის მხარე, თუ პარტნიორზე აკეთებთ და ეს შეიძლება იყოს ეს ნაწილი ასევე თქვენი არჩევანის მხარე, თუ არჩევანს აკეთებთ, ანუ არჩევანზე როცა ხატავთ, ეს თქვენი თავი იგულისხმეთ და აქ არჩევანი, აქ სიყვარულზე, აქ თქვენი თავი, აქ პარტნიორი. გააკეთეთ წრეები, რაც გინდათ, რომ ეყრდნობოდეს თქვენი პარტნიორული ურთიერთობა. ანუ რას ითხოვთ თქვენი პარტნიორისგან, ითხოვთ შეიძლება ესეთი იყოს, მაგრამ რა გინდათ, რომ მიიღოთ თქვენი პარტნიორისგან. ეგ დავფიქრდი, სერიოზულად. რადგანაც ჩვენ თქვით, რომ ეს არის ფესვები, ესე იგი ხე ჩვენ გვჭირდება მიწის ნაწილი, ხო, დაახლოებით ესეთი. აქაც ხის ძირში შეგიძლიათ დააწყოთ რაღაცა საჩუქრები, რა ვიცი, თქვენთვის რაც არის მნიშვნელოვანი. და აქ გვჭირდება ეხა ფიგურა, რომელიც წარმოადგენს, მე შეიძლება რომ იგულისხმოთ, რომ ეს ხე არის ფიგურა თქვენი და ხე არის ფიგურა პარტნიორის პრინციპში. თუ კიდე დაგჭირდება, შეგიძლიათ რაღაცა სიმბოლოთი გამოხატოთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი. და გვაქვს აქ ანგელოზის ფიგურა, შეგახსენებთ ამ არკანს. ანგელოზის ფიგურა, რომელიც თითქოს ლოცავს ამ სიყვარულს, თითქოს აძლევს ძალას, აი და ლოცა სიყვარული აძლევს ძალას, ფარველობს. და ეს ნიშნავს, რომ მაღალი ძალები თქვენს არჩევანს, თქვენს სიყვარულს აძლევენ სიძლიერეს, ენერგიას, რომ განვითარდეს. და მოდით ანგელოზი გამოვხატოთ ჩვენ აქ. ალბათ წრის სახით, მზის სახით, იმიტომ რომ აქ მზეც არის. მოდით გავაკეთებ მზეს, რომელიც სხივებს უშვებს ჩვენი ხეებისკენ და კვებავს მას მზის სხივებით. მზეში გავაკეთებ ნეიროხაზები და დავიწყე ეგრევე მომგვალება. თქვენ შეგიძლიათ მაშინაც მოამგვალოთ, თქვა შიგნით პატარა ნეიროატომის სახე მიეცა, ხო, ჩემზეს ნახევრად რომ ჩანს, ხო? თქვენ შეგიძლიათ ეგრევე გააკეთოთ, შეგიძლიათ დაასრულოთ ნამუშევარი, ანუ როგორც მოგთხოვთ შინაგანად, შეიძლება ჯერ ხატვა დაასრულოთ და მერე დაიწყოთ ნეიროგრაფირება, ანუ მომგვალება გადაკვეთის ადგილების, რაც აუცილებელია. შეიძლება პროცესშივე აკეთოთ ეს ყველაფერი. ანგელოზი გამოვხატე ესეთი დიდი წრიული ენერგიით, შეიძლება უფრო პატარა გააკეთოთ და კიდე სხვა რაღაცები დაადიოთ და მოდით ახლა ჩვენს ხეს მივცეთ ნაყოფი შევასხეთ. და ეს ნაყოფი შეიძლება იყოს გულები, პეპლები, აშლები, რაც გამოხატავს სიმბოლურად თქვენს სიყვარულს. შეიძლება ზედ პენტაკლებიც გაუკეთოთ, თქვათ, ფინანსები. ხატოთ, ანუ არ არის საიდუმლო, რომ სიყვარულს არა მხოლოდ ურთიერთობაში გაგება და ერთმანეთის პატივისცემას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მატერიალურ მხარესაც, როგორ გამოხატავს პარტნიორი შენს მიმართ სიყვარულს, საჩუქრებით, ყურადღება ადამიანს სჭირდება არა მხოლოდ სიტყვიერად, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე სჭირდება შესაძლოა
ფინანსურად, თქვა პატარა საჩუქრით, რაღაცა ელემენტარული შეიძლება მისცეთ და იყოს სიმბოლო მისთვის თქვენი სიყვარულის, ხო? ამიტომ შეგიძლიათ, ანუ გააჩნიათ თქვენთვის პრიორიტეტი რა არის. ჩვენ არ გვაქვს ეს მომენტი, საერთოდ არ უნდა გქონდეს ვიღაცის განსჯის. ვიღაცისთვის სიყვარული არის ის, რომ მას საჩუქრებს ჩუქნიან, მანქანებს ჩუქნიან, სახლებს ჩუქნიან. ვიღაცისთვის არის ის, რომ თბილ სიტყვას ეტყვიან, ეხუტებიან. ვიღაცისთვის ორივე. წესით ორივე უნდა იყოს ერთად გაერთიანებული. ამიტომ თქვენ დაფიქრდით მუშაობის პროცესში, თქვენთვის რა არის უფრო მეტად პრიორიტეტული, ან ყველაფერი თუ პრიორიტეტულია, ყველაფერი ასხით აქ, აი ამ ხეებზე ნაყოფის სახით. თქვენ რისი გაცემა გინდათ, რისი მიღება გინდათ პარტნიორის და აი ამ გადაკვეთის მომენტში, სადაც ჩვენ ტოტები გავაერთიანეთ, მოდით შევდახადეთ ყველაფერი ის, რაც გინდათ, რომ ერთიანობაში იყოს თქვენს ურთიერთობაში და მიეცით ამას სიმბოლოს სახე. სიმბოლოც ნახეთ, როგორი რაღაცაა დაფიქრდით და გადაწყვიტეთ თქვენთვის რა, ან შეგიძლიათ ნებისმიერ ფიგურას, ნებისმიერი სიმბოლო მიანიჭოთ, ხო? თქვენს გონებაში რა არქეტიპი არსებობს, რა დაკავშირებული ამ სიმბოლოსთან, იგივე თქვათ ოთხკუთხედთან, ვარსკვლავთან, გულთან, ყვავილთან, თუ ქორწინებისა თემაა და გინდათ რომ დაქორწინდეთ, ან ორი ბეჭედი და ხატოთ აქ და გადააბათ ერთმანეთს და ეს იყოს თქვათ სიმბოლო ქორწინები, სიმბოლოები გამოიყენეთ, რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და ცოტა ხანში ფერზე გადავალთ და უკვე ფერზეც ვისაუბრებ, რა ფერი უნდა გამოიყენოთ თქვათ და რატომ და რისთვის რისი მომცემია. აქ ჩვენ ხო გქონდა მიწა, ხაჭი არის მთა. ეს არის სიმაღლე გარკვეული, რომელსაც ურთიერთობაში ჩვენ ვაღწევთ. პატარა გორაკი ჩვენ შეგვიძლია რომ აქ გავაკეთოთ. ეს კიდევ ერთხელ იქნება დამაკავშირებელი ჩვენი და კარგვა ვიწყდება რომ ანგელოზი გვყავს. და მოდით ანგელოზის შიგნითაც გავავლოთ ნეირო ხაზები. ეს არის ენერგია, ანგელოზი ამ შემთხვევაში ეს არის მაღალი ძალების ენერგია, რომელიც არის შემოსული ურთიერთობაში. და ენერგიას აქ ბირთვის სახე აქ ჩვენთან. თუ დაღლილობას გრძნობთ, შეგიძლიათ რომ ცოტა ხანი შეისვენოთ და მერე გააგრძელოთ მუშაობა. ამ კონკრეტულ ალგორითმზე მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა და მეც გადავწყვიტე რომ ცოტა ხანი გავაკეთო შესვენება და ვიდეოს მეორე ნაწილის ვიდეოს შემოგთავაზებთ მოგვიანებით.